დილამშვიდობისა, განვაგრძობთ რადიო იმედის დილის არხის ფორმატში მუშაობას და დილის სპორტული მივახილოთ პირდაპირ ეთერში კახა გელაშვილთან ერთად ვართ სტუდიაში. გამარჯობა კახა. გამარჯობა ზაზა, მოგესალმები ჩვენს პატრიცე მსმენელს. ჩვენ ვიცით რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმომადგენლები ახლა ამხანაგური მაჩების ემზადებიან, ჩვენი ნაკრები უკვე ჩამოსულია ისრაელის ნაკრებთან მართოთ პირველ მაჩს დღეს. საღამოს იმედი მაქვს რომ წვიმა აღარ იქნება და გულშემატკივრებს მიეცემათ საშუალება და საშუალება იმისა რომ წავიდნენ დაესწრონ ამ მატჩს და გარდა იმისა რომ ამხანაგურია და რა თქმა უნდა მწვრთნელები მოთელავენ შესაძლებლობებს და ფეხბურთელები ეცდებიან რომ უფრო შეიკრან და გამოიყენონ ყველა მიმართულებით ეს ამხანაგური მატჩი ეს შეხვედრა ალბათ ისტორიაში შევა თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევა იმ ლოგიკით, რომ ამდენ წლიანი კაპიტნობის შემდეგ კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიასგან გადაინაცვლებს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ეს მისი პირველი შეხვედრა იქნება კაპიტნის სამკლაურით და ამ მხრივ ალბათ საინტერესოა, თუმცა დანარჩენი წინამოსამზადებელი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩს თავისი მნიშვნელობა ღირებულება გააჩნია. საინტერესო იყო ისრაელის ნაკრების მწვრთნელის განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ ათვიცნობიერებენ საქართველოს გუნდის შესაძლებლობას, ტექნიკურობას მათსაც და თქვა რომ მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან ანუ ხვიჩა კვარაცხელია იგულისხმება სათამაშოდ არ ჩამოსულ ვართ. იმედი მაქვს რომ სრული შემადგენლობით იქნება საქართველოს ნაკრებია და საინტერესო საგულისხმო იყო ის ფრაზაც მისი რომ იმედი მაქვს 90 წუთის განმავლობაში სირენა არ შეერთება და შვიდად მოგვეცემა ფეხბურთით გლობალის თუ ფეხბურთის თამაშის საშუალებაო, ესეც მრავლის თქველი იყო. მოკლედ მიუხედავად ამ გლობალური პროცესებისა, სპორტი აგრძელებს თავის ცხოვრებას. ხო, რა თქმა უნდა, წლის პირველი შეხვედრა ბუნებრივია. ამხანაგური მატჩია, მაგრამ წლის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე ნებისმიერი ნაკრებისთვის. მით უმეტეს ახლა, როდესაც უკვე კარს მომდგარია ერთა ლიგის ახალი გათამაშება 2026 წლის გათამაშება ერთა ლიგა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატისკენ უნდა გავიკვლიოთ გზა. აღნიშნე ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი, მისი კაპიტნობა, მანამდე სამჯერ უკაპიტნა ხვიჩამ ნაკრებს, თუმცა მაშინ მოქმედი კაპიტანი გურამ კაშია იყო, ახლა უკვე ოფიციალურად ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ჯაბა კანკავა შემდეგ გურამ კაშია და ახლა ხვიჩა კვარაცხელია სამივე ღირსეული კაპიტანი და მანამდეც ვინც იყვნენ კაპიტნები, რა თქმა უნდა, ცხადაძე იყო, კალაძე თუ ამ შემდეგაც ყველანი შევიდნენ საქართველოს ნაკრების, ზოგადად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ნაკრების ლიდერები და მებრძოლი ფეხბურთელები თითოეულ მტყაველზე მოედნისა. ხვიჩა კვარაცხელია უკვე ოფიციალურად ნაკრების კაპიტანი, ის არის მაგალითის მიმცემი ნებისმიერი სპორტსმენისთვის, არა მარტო ფეხბურთელისთვის და ვთქვათ იქ მოზარდი თაობისთვის, რომლის სწორებაც სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაზეა და ნაკრების ამ ფეხბურთელებზე. მან აღნიშნა კიდევაც, ანუ ხვიჩამ ერთ გუშინწინდელ ინტერვიუშიც, რომ მისთვის გუნდის თამაში და მოპოვებული წარმატება უპირველესია, მისთვის ეს რაღაც განსაკუთრებული პრივილეგია არ არის კაპიტნობა, მისთვის კაპიტანია ყველა ნაკრების ფეხბურთელი და ის რა თქმა უნდა უფრო გაორმაგებული შემართებით იბრძოლებს მოედანზე ნებისმიერ შეხვედრაში ხვიჩას შვებია ეს არის თქვა რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობის მატჩი თუ შედარებით ნაკლები მოტივაციის მქონე შეხვედრა ხვიჩა ბოლომდე იბრძვის, იმიტომაც არის ის ნამდვილი სპორტსმენი, მებრძოლი სპორტსმენი და იმედი გვაქვს რომ დღესაც ასე იქნება დღესაც მით უმეტეს უნდა აღვნიშნოთ მიუხედავად იმისა რომ ეს არის ამხანაგური მატჩი, სხვა ანგარიშებიც გვაქვს ჩვენ ისრაელის ნაკრებთან, უარყოფითი, მკვეთრად გამოხატული უარყოფითი ბალანსი ურთიერთშეხვედრებში, ერთი მოგება, ორი პრე, სამი წაგება, ბურთების შეფარდება 4-7-თან. ისრაელი არ არის იმ დონის ნაკრები, არც არასოდეს დროს ყოფილა, რომ თქვათ მასთან მქონდეს ესეთი უარყოფითი ბალანსი. მე მახსოვს 2010 წელს საქართველოს ისრაელის მატჩი
თბილისში მაშინ ყენია იყო ერთ-ერთი მთავარი ესე ვთქვათ ამომავალი ვარსკვლავი ქართული ფეხბურთისა მას გოლის გატანაც შეეძლო ნულოვანი ფრე და ფავორიტი საქართველოს ნაკრები იყო აბსოლუტურად ყველა რგოლში დაჯებნა მაშინ მეტოქე ჩვენმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩი იყო ის მაშინ ისრაელის ნაკრებს იოსი ბენაიუნი ლივერპულის ფეხბურთელი ლიდერობდა ის იყო წამყვანი ფეხბურთელი კარგი გუნდი ყავდა მაშინ ისრაელს თუმცა ორივე მატჩი მეორე შეხვედრა ისრაელმა თელ-ავივში 1-0 მოგიგო გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ქართულ ფეხბურთელთა დომინიკა კარნახიც არის მართა თუმცა მოგება მარჩინას ვერ შევძელით რაც შეეხება გატანილი გოლების ავტორებს აქვე მინდა ვთქვა რომ 25 წელია საქართველოს ნაკრებს ისრაელისთვის გოლი არ გაუტანია 2001 წელს არჩილ არველაძემ დაალაშქრა ბოლოს ისრაელის ნაკრების კარი სულ ამ 4 ფეხბურთელს რაც შეეხება ვინც სხვადასხვა მატჩებში გაიტანეს ისრაელის ნაკრების კარში ესენი არიან გიორგი კინკლაძე საოცარი გოლი ვისაც უნახავს ახსოვს ის ლამაზესი გოლი რომელიც კინკლაძემ გაიტანა 2000 წელს იყო ეს შემდეგ იყო თემურ ქეცბაია დუბლი 2 გოლი გაუტანა ქეცბაიამ ისრაელს და ბოლოს 2001 წელს ანუ ქეცბაიამ და არველაძემ 2001 წელს გაიტანეს გოლები და როგორც უკვე აღნიშნეთ 25 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებს არ მოუგია ისრაელთან. ასე რომ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩი 21 საათზე იწყება. ასევე ვიტყვი რომ დაგეთანხმები და ვისურვებ რომ წვიმა არ იყოს და იყოს ნამდვილი საფეხბურთო ამინდი, რაც რა თქმა უნდა თავად მატჩზე და რა თქმა უნდა დაამსწრებულ შემატკივარზეც დადებითად იმოქმედებს მიუხედავად უამინდობისა თუ თქვათ არ იქნება იდეალური ამინდი, იმედი მაქვს რომ გულშემატკივარი მრავლად მივა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ვუქომაგებთ წლის პირველ შეხვედრაში, საერთაშორისო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს, აქვე ვთქვათ ისიც რომ ისრაელთან მატჩის შემდეგ რამდენიმე დღეში უკვე გასული მატჩი ლიეტუვაში მიემგზავრებიან, იქ არის შეხვედრა და რაღაც მოლოდინი ისეთია თითქოს რომ ოპტიმალური შემადგენლობა იქნება ახლა ისრაელთან შეხვედრაში და მეც მგონია რომ ასე იქნება. და შეიძლება უკვე ლიეტუვასთან მატჩი რაღაცა გარკვეული ცვლილებებით ჩატარდეს. ეს ჩვენი საქართველოს ნაკრების საფეხბურთო სურათი არის ასეთი, მაგრამ ფეხბურთის მოყვარულებისთვის ალბათ კიდევ ერთი საინტერესო ინტრიგაა შენარჩუნებული, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა იმ დიდი ისტორიის მქონე საფეხბურთო ნაკრებისთვის, რომელსაც ტიტულები აქვს მოპოვებული მსოფლიო დონისა, იტალიის ნაკრებზე ვსაუბრობ. ჩვენ ვიცით რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილის გარკვევამდე ძალიან ცოტა დარჩა და აი ამ გაურკვევლობაში ასევე იტალიის ნაკრები, რომელსაც წინ ელოდება მატჩი, პირველი არის ირლანდია, ხო? ვისაც უნდა გაარკვიოს. შენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო იტალიის ეს მდგომარეობა? საერთოდ მე და შენ ვისაუბრეთ არაერთგზის და ძალიან ბევრი ჟურნალისტი თუ გულშემატკივარი საუბრობს იტალიურ ფეხბურთში არსებულ უმწვავეს კრიზისში, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კრიზისში. ფაქტია, რომ იტალია არის ზედიზედ მესამე მუნდიალის გაცდენასთან, წინა ორი მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია ვერ მოხვდა, იმის წინა ორ ჩემპიონატზე საერთოდ ჯგუფში ჩარჩა კოსტა-რიკასთან და სლოვენიასთან და თქვათ ისეთმა გუნდებმა ჩატოვეს ჯგუფში, რომლებიც წლების წინ იტალიასთან თამაშზე მოგებაზე არ არის საუბარი, აი მასთან თამაშზე და სპარინგზეც კი რომ ვერ იოცნებებდნენ. დღესდღეობით იტალიის ნაკრებს ჯენარო გატუზოს თავისნობით რა თქმა უნდა აქვს გარკვეული ისეთი პოტენციალი რომ გაიაროს ეს შესარჩევი ეტაპი. ჩრდილოეთ ირლანდია არ არის ის თქვათ დონე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრებს კრიზისი აქვს, იტალიამ ვერ გადალახოს და შემდეგ უკვე ფინალში. თუმცა ჩვენ გვახსოვს ფეხბურთის გულშემატკივრებს სენსაციები მუნდიალის წინა, იგივე საფრანგეთის ნაკრების ჩარჩენა 94 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, როდესაც კონსტანტინოვმა გაუტანა ბოლო წამზე საკუთარ სტადიონზე პარკ დე პრენსზე და საფრანგეთი ბულგარეთმა ჩატოვა და საფრანგეთი ვერ გავიდა, მაშინ ძალიან მაგარი გუნდი ყავდა საფრანგეთს. მანამდე იყო კიდევ ინგლისის ნაკრები, რომლის
ინგლისური კლუბები ლივერპულის თაოსნობით სრულად დომინირებდნენ ევროპულ ფეხბურთში. ფაქტობრივად ყველა თასზე ჩემპიონთა თასიდან დაწყებული დანარჩენ ევროთასებზე მხოლოდ ინგლისური კლუბების დომინაცია იყო და ორჯერ 74 და 78 წლებში გერმანიასა და არგენტინაში ინგლისი არ ყოფილა, ესეც რა თქმა უნდა სენსაცია იყო, თუმცა ეს სრულიად განსხვავებულია დღევანდელი იტალიის ნაკრების გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის ნაკრებს თქვათ ფეხი რო დაუწდეს ამ შესარჩევ ეტაპზეც რაღაც სენსაციად აღარ აღიქმება. ანუ იტალია უკვე ვეღარ არის ის რაც თქვათ იყო რაც გვახსოვს ჩვენ. ფაქტობრივად 20 წელია იტალიის ნაკრებს ნორმალური თქვათ ფორვარდი არ ყოლია. 20 წელია. ბოლო ფორვარდი თუ არ ვწდები ლუკა ტონი იყო, რომელიც 27 წლის ასაკში გაიხსნა როგორც ფეხბურთელი თუ 28 წლის ასაკში და ოქროს ცოტა უტრირებულად საუბრობ ხა. ნუ ის თაობა რომელიც შედგებოდა რობერტო ბაჯოსგან დელ პიერო, ის სასაული ფეხბურთელები, ნუ მალდინიზე დაცვის ხაზზე აღარაფერს საუბრობდა. ამ ხრივ ალბათ ყველაზე გამოკვეთილი იყო წელს ვერ ვიხსენებ, როდესაც ჰოლანდია იტალიის ნაკრების შეხვედრა იყო, ფინალი იყო თუ ნახევარფინალი არ მახსოვს. ჰოლანდია, რომელიც ცალსახად შემტევი მფრინავი ფეხბურთის მაჩვენებელი იყო და იტალიის ნაკრები, რომელიც დაცვითი ფეხბურთის ნაკრები იყო და ეს ორი კონცეფციის, ცალსახა გამოკვეთილი კონცეფციის, მაშინ მახსოვს იტალიას თავის ტრადიციულ ფერებში ფორმა ეცვა კაპას ბრენდის, ძალიან გამორჩეული დიზაინის მაისური ჰქონდათ მათ და ნუ ჰოლანდია ნარინჯისფერში ტრადიციულში და ეს იყო ამ ორი კონცეფციის შეჯახება და მაშინ ბუფონის ხარჯზე და დაცვის ხარჯზე საბოლოო ჯამში მოიგო ეს შეხვედრა იტალიამ და ინგლისი ახსენე შენ და ის ძველი ინგლისი იმ ძველი დიდების შემდეგ იმ ინგლისისგან ეს იტალია მაინც განსხვავდება ალბათ, იმიტომ რომ იტალიამ იმ პერიოდში ინგლისი ასე ვთქვათ სტაბილურად კი გამოდის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ სტაბილურად გამოდის და მეტი არაფერი. ხო და იტალიის ნაკრები პერიოდულად თასებს აღმართავდა ხოლმე და ნახევარფინალში გადიოდა, ფინალში გადიოდა და ეხლა ინგლისის ნაკრები მაიკლ ოუენის ინგლისის ნაკრების ეპოქის შემდეგ ამერიკაში მაშინ სხვა ეპოქაც იყო საფეხბურთო. ხო, იმის მერე ინგლისის ნაკრებს ასე ვთქვათ როგორც ევროპის თუ მსოფლიო დონეზე დიდი ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ სტაბილურად თამაშობს ახლა ეს მუდმივად აი ეს ბოლო 10 წლებულებია შეიძლება ითქვას ბოლო 20-25 წელია რომ ინგლისი უკვე იმ ფონზე როდესაც ინგლისი უბრალოდ სტაბილურად თამაშობდა, იტალია გამარჯვებებს ახერხებდა თქვა ამის თქმა მინდა. კი, მაგრამ მე რას ვამბობ, საკლუბო ფეხბურთი 70-იან 80-იან წლებში ინგლისი საკლუბო ფეხბურთში იყო სრული დომინანტი ევროპაში. ეგ ეხლა კიდე ცალკე ფენომენია. ადგილობრივი ფეხბურთელებით იშვიათი იყო მაშინ ლეგიონერები, თუ ყავდა თქვა ინგლისურ კლუბებს იყვნენ უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა, თქვა ბრიტანული, თქვა ირლანდიელები, დიდი კონძულებიდან. აი იტალიაშიც ასე იყო პრინციპში ადგილობრივი ფეხბურთელები იყო იმ პერიოდში ორი ლეგიონერის ყოლისუფლება ხავდათ იტალიურ კლუბებს. ვახსენეთ ჩვენ აგერ დელ პიერო ახსენე, ნუ ბაჯოს შემდგომი თქვათ პერიოდი, იგივე ვიერი ყავდათ, იგივე დელ პიერო, ტოტი შემდეგ არ ვიცი ყავდა ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები დაცვაშიც. ეხლა დღესდღეობით მაგრამ ჩვენ ამ მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ იტალიის ნაკრებთანაც როგორც ტოლსტორი ისევ თამაშობდი ჩვენი საფეხბურთო ნაკრები. სამწუხაროდ გამარჯვებამდე არ მიდიოდა, მაგრამ დონე საფეხბურთო თამაშის დონე ყოველთვის მაღალი იყო. ეხლა აქ ბოლო ტოტის დროინდელი თამაში გახსოვს, ჩვენთან როგორი ტოლსტორი თამაში მიმდინარეობდა, სანამ ტოტი მარჩართო თავისი შესანიშნავი ნიჭიერი სიმულაციებისა და მე პროფესიონალური დარტყმებითაც არ გაამყარა ეს მდგომარეობა, ხო? მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ნატურალიზებული ფეხბურთელები იქ ნაკლებად ორივე ნაკრებში, მაგრამ უკვე ინგლისში ეს ასე არ არის, მაგრამ ნატურალიზებული ფეხბურთელების თვალსაზრისით მსოფლიო რეკორდსმენი ალბათ საფრანგეთია. მაგხრივ შეიძლება ითქვას ზოგადად ეხა ეთნიკურად ადგილობრივი ფეხბურთელების მოძიება უკვე ძალიან ძნელია, თქვა არგენტინის ნაკრები შეიძლება მცირე გამონაკლისი, ესპანეთის ბრაზილია რა მცირე გამონაკლისია? არ არის. არც ბრაზილია არ არის მცირე გამონაკლისი, არც არგენტინა, არც პორტუგალია, არც ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ ამ ხრივ. დადებითი კუთხით რა თქმა უნდა.
თბილისის დინამო იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთადერთი გუნდი, სადაც მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ, პლუს ცხოვრებოვი იყო, გუცაევი იყო, კალოევი იყო, შემდეგ აზაევიც იყო. დანარჩენი და მაგაზე იყო ხოლმე ყოველთვის, რომ რატომ არისო თქვა სხვა გუნდებში თუ თამაშობენო, რესპუბლიკის გუნდებშიო, არა ადგილობრივი ფეხბურთელებიო, თბილისის დინამოში რატომ არ არის? ნუ იყო ეს ტენდენცია. მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელებით, ქართველი ფეხბურთელებით. ნუ ახლა როცა არჩევანი არის, როდის მიდიხარ შენ ლეგიონერებამდე, როცა რაოდენობაში ან დონეში მაგრამ აი თქვა იგივე რუსეთში და რუსულ და უკრაინულ კლუბებს. ის კიდე დიდი მასშტაბის ქვეყნები იყო და ელემენტარულად ჩვენ არასდროს არ გვიჭირდა ეთნიკურ მრავალფეროვნებაში ყოველთვის ყავდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ ჩვენთან, თუნდაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ფონზეც რო ავიღოთ, მაგრამ ახლა სად მასშტაბი აქვს ცხოვრების სხვა ეთნიკური წარმომადგენლებისა და სად მასშტაბი მხოლოდ რუსეთში ან თუნდაც ბელორუსში ან უკრაინაში და ალბათ ეს არის. მე რასაც ამბობ, იყო შემთხვევები, რომ აქ ქონდა სხვა ეთნოს წარმომადგენლებს თბილისის დინამოს მოხვედრა, თბილისის დინამოში მოხვედრის შანსი, მაგრამ ვერ ხლებოდა. ვთქვათ, არ მიდეხ გვარების შემოწმება. ასაგებია, მაგრამ ნუ კონკურენცია განაპირობებს ალბათ პირველ რიგში. ეხლა ჩვენ რო ავიღოთ ჩვენი დღევანდელი რეალობა. კონკურენცია ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა რომ არ ყოფილიყო საერთოდ არ ყავს ნატურალიზებული, მაგრამ კალათბურთში ყავს. კი, მაგრამ ფეხბურთში არ არის შეჯერები და მაგაზე არც არის საუბარი. მით უმეტეს გუშინ მქონდა მე 19 წლამდელთა გუნდში არის გვარი აღარ მახსოვს და უკრაინელი ბიჭია, საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ეხლა არის ხიზანიშვილის ხიზანიშვილის გუნდში გამოძახებული, რამდენიმე ლეგიონერი ყავს ამერიკაში, მოთამაშე გერმანიაში, საქართველოსი. ხო, ეგ სხვა თემაა, მოკლედ. რა შეეხება იტალიის ნაკრებზე საუბრობთ და მის კრიზისი აგერ ბოლო ჩემპიონთა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგა რო ავიღოთ. ყველაზე შორს იტალიური კლუბებიდან ატალანტა გავიდა და ისიც ამის ორნიშნა რაოდენობის გოლები გაუშვა, ხო? ვისთან გავარდა ინტერი. ხო, ნუ ახლა იტალიის საკლუბო ჩემპიონატი საკმაოდ ვარდნას განიცდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ 20 წლიანი კრიზისისა, რაც არის ახლა იტალიურ ფეხბურთში, საერთოდ იტალიის ნაკრებს მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, საქართველოშიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და მე მგონი ყველაზე ბევრი სწორედ იტალიას ყავს. მიუხედავად აი ამ კრიზისისა, ბოლო წლებში იტალია უშუალოდ ევროპის ჩემპიონატების წინ ახერხებდა მეტნაკლებად კარგი გუნდის შეყვრას, იგივე ევროპის ჩემპიონობაც მოიგო, გვახსოვს ხო? თუმცა მაშინ დიდწილად აი ეს თქვარი ინერციით მოდიოდა, თქო ბუფონი იდგა კარში, თქვა კიელინი იყო დაცვაში და იყვნენ ფეხბურთელები, ხა სერია ა ძველი დიდების რეზონანსი კიდე იყო, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ის იყოს სუსტი ჩემპიონატი, ახლა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს იტალიამ როგორ ვერ უნდა მოუგოს ახლა, თქვა დღეს შეჯერობით ის არის შემდგარი თამაში. რა იცი რა ხდება? ყავს საინტერესო მოთამაშეები იტალიას, ახალგაზრდები, რომელსაც შეუძლიათ თქვა რაღაც, ნუ მე მაგალითად დიდი გულშემატკივარი არ ვარ იტალიის ნაკრების, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის რო იტალიის გარეშე ჩატარდეს, რაღაც დიდი დააკლდება მსოფლიო ჩემპიონატს. სხვა ის არის, მიუხედავად იმისა, რომ წინა, ანუ ეს ორი გამოტოვა მუნდიალი და იმის წინა ორი მუნდიალი ჯგუფში ჩარჩა იტალია, ყოველთვის ვიყავი მე პირადად იქითკენ, რომ მინდოდა რომ გასულიყო, იმიტომ რომ იტალია ყოველთვის არის ესეთი გუნდების რაოდენობას განეკუთვნება რიგს, რომლებსაც თქვათ უკვე პლეიოფამდე რომ მიაღწიონ, იქ კიდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერი. თან როგორი მომენტია იცით, რომ აი ინგლისის ნაკრები, იტალიის ნაკრები, ბრაზილია, არგენტინა, მათ თავისი ხელწერა აქვთ, ჩამოყალიბებული ხელწერა აქვთ და საფეხბურთო სამყარო ამ ხელწერას მიჩვეულია. მცირე ქვეყნები, რომლებიც გამონათებით გამოდიან ხოლმე, მათი ხელწერა, ასე ვთქვათ, ბოლომდე ვერ ტოვებს კვალს. და რასაც მიჩვეულია ხელწერას, ხო ეს მრავალფეროვნება, ამას ელოდება მაყურებელი, რომ ისიც რომ ეს ნაკრები ამ სტილში თამაშობს, ჰოლანდია ასე თამაშობს, ის ისე თამაშობს და აი ეს მოლოდინი ამყარებს ალბათ ყველაფერთან ერთად გარდა იმ ლეგენდარული ისტორიისა სანაკრებო დონეზე, რაც იტალიას გააჩნია. კახა რომ მოვასწროთ და მე კიდევ დროის გამო პრობლემა არ შეიქმნას ეთერში და გამოშვებებში არ მოგიწიოს კიდევ უფრო მეტად ამ ყველაფერზე საუბარი. მოდი ახლა ფეხბურთიდან ისევ ზამთრის სახეობაზე გადავინაცვლოთ და გამოვეხმაუროთ ჩვენების პრაღაში მე ვფიქრობ წარმატებულ გამოსვლას ფიგურულ სიგურეობაში, სადაც ჩვენ ვიცით რომ წყულთა სპორტული ცეკვები გაიმართა და ჩვენებმა მეტელკინა ბერულოვას წყვილმა
საკუთარი რეკორდი დაამყარეს და წინა მაჩვენებელს ასე ვთქვათ გადაასწრეს, აღნიშნოთ რომ მოკლე პროგრამაში მათ 79.45 ქულა მიიღეს და ადრე მათი მაქსიმუმი ამ მხრივ იყო 78 და 83 და დღეს უკვე თავისუფალ პროგრამაში არის ხო ასპარეზობა და აქვს ჩვენებს ხო მოკლეს მეორე ადგილზეა ქართული წყვილი მეტელკინა ბერულავას წყვილი მცირედი ჩამორჩება გერმანულ წყვილს 79.78 მიასედი ქულა აქვს მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი რუსი მოციგურავია ეს ეთნიკურად და გამოდის ხა გერმანიის სახელი სხვათა შორის ფიგურული ციგურავობის ცენზით, ასაკობრივი ცენზით ვეტერანებში გადიან ეს გერმანელები 26 წლისანები არიან 28 წელია ესე იგი ჭერი შეიძლება ითქვას ფიგურულ ციგურავობაში მაშინ როდესაც იგივე ლუკა ბერულავა 23 წლისა ანასტასია მეტელკინა 21-ის ამას ახლა კონკრეტული მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ერთი კონკრეტული ტურნირში რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ მოემზადებიან და როგორ თუმცა ის რომ საქართველოს ნაკრების წევრები ბოლო დიდი ფორუმების ფავორიტები შორის არიან კი რა თქმა უნდა ეს ფაქტია კი დღეს გამოვლინდებიან მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონ პრიზიორები თავისუფალი პროგრამა სწორედ დღეს გაიმართება და 20 საუკეთესო წყვილი მიიღებს მონაწილეობას და მეტელკინა ბერულავას წყვილი ბოლოსკენ, ანუ ფინალისკენ ყველაზე ძლიერ ჯგუფში არიან და სწორედ ბოლოსკენ იასპარეზებენ. მოქმედი ჩემპიონები არიან ბერულავა მეტელკინას ეს დუეტი, მოქმედი ჩემპიონი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვერცხლის პრიზიორი. შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზეც მათ მცირე დააგდათ კვარტფინალამდე მეოთხე ადგილზე გავიდა ეს წყვილი. და ასე რომ იმედია რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მოპოვება, თუმცა სამეურშის მოხვედრაც რა თქმა უნდა საკმაოდ მაღალი შედეგი იქნება. რაც შეეხება ზედიზედ მეორე ოქრო იქნება შესანიშნავი. რაც შეეხება ანასტასია გუბანოვამ გუშინმან ქალთქალებშიც გაიმართა პირველი დღის ასპარეზობა მე-6 ადგილზეა, ნორმალური შედეგია ესეც ევროპის ჩემპიონი და ამ ქალთა ერთეულებში ფავორიტთა შორის მიიჩნევა. ხვალ შეასრულებს თავისუფალ პროგრამას გუბანოვა და იმედია რომ ისიც გაიწევს მედლებისკენ და დღეს ვაჟები დაიწყებენ გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი ლიდერი ნაკრებისა ნიკა ეგაძე შეეცდება წარმატებით გამოსვლა, ასე რომ ფიგურული ციგურავობა იკრებს ზალებს, შეიძლება ითქვას, საქართველოში უკვე ლიდერთა შორისაა. სხვადასხვა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა გარემოებებმა ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა და პირველ რიგში კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რაც არაერთხელ აღნიშნავს საქართველოს ზამთრის სახეობების ფედერაციის, უშუალოდ ფიგურული ციგურავობის ფედერაციის გააზრებული და სწორი მუშაობა, გათვლები, რადგან იყო დამყარებული ეს ბოლო დიდი ფორუმები და ამ ფორუმებზე სტრატეგია აბსოლუტურად მართებული აღმოჩნდა. აქაც ნატურალიზების ელემენტებზე ჩვენ საუბრობთ. გერმანია ვახსენეთ, გერმანიაში ამხელა ტრადიცია, მაგრამ გერმანიაში დღესდღეობით სამყვანი სპორტსმენები არიან, თქვათ, ეხლა ეს ნიკიტა ვოლოდინი არის პეტერბურგელი და 2003 წლიდან გადავიდა გერმანიაში და იგივე მაშინ როცა ეს თქვათ გინა გუბანოვა და ნებავს მეტელკინა 2020 წელს ჩამოვიდნენ თქვათ არ იყო მაშინ ისე დაშლილი აკრძალვები არ ქონდა მაშინ რუსულ სპორტს საერთაშორისო არენაზე ისინი ჩამოვიდნენ კი შეიძლება ითქვას რომ თქვათ მათ ვერ გაუძლეს კონკურენციას და იქ შეიძლება ვერ მოხვედრილიყვნენ და აქ არჩეს მაგრამ ფაქტია რომ მივიღეთ საკმაოდ მაღალი დონის სპორტსმენები რომლებმაც მოგვიტანეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი რაც რა თქმა უნდა ჩვენაერი პატარა სამხრეთული თან განსაკუთრებით სამხრეთული ქვეყნის ეს არის რაღაც წარმოუდგენელი წარმატება. ასე რომ ხვალ მე და შენ არ ვიქნებით ეთერში მე და დავითი ვიქნებით ვისაუბრებთ იმედია კიდევ ერთ ოქროზე კი იმედია მედალი იყოს და ოქრო თუ იქნება იდეალური ვარიანტი. მე მგონია რომ ახლოს არიან და შეძლებენ მით უმეტეს ეს გამარჯვებულის ჩემპიონის მენტალიტეტი და მუხტი მოყვებათ. მადლობა კახა დიალოგისთვის და კიდევ ერთხელ შევახსენოთ რადიო მსმენელს რომ
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლევანდელი წლის პირველ მატჩს ჩაატარებს. ეს არ არის ტურნირის მატჩი, ეს არის ამხანაგური მატჩი. ჩვენ მას მიზლობთ ისრაელს. თუმცა კი საერთაშორისო რეიტინგში მნიშვნელობა და გატანილ გოლებს მნიშვნელობა აქვს და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ვისაც უნდა ვუფრთხილდეთ ისრაელის თავდაცვის ხაზიდან ეს არის გლოხი, რომელიც აიაქსის შემადგენლობაშია და ჩვენი თავდამსხმელები იმედი მაქვს რომ ბევრი გოლით რეიტინგში დააწინაურებენ ჩვენს ნაკრებს. ნახოთ რა და როგორ იქნება. მოკლედ დადასტურებულ შევახსენებ რომ ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებთან შორის გაიმართება დღეს საღამოს მიხეილ მესხის სტადიონზე 21 საათზე. წარმატებები ვუსურვოთ მათ და მადლობა დროებით.